მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ გუშინ YouTube-ის არხზე მქონდა ტრანსლაცია და ჩემი YouTube-ის გამომწერები ცოტა არ იყოს და დამეჩაგრენ. ამიტომ დღეს ვაპირებდი იგივე საკითხთან დაკავშირებით მესაუბრა, რომელიც ეხებოდა ტრამპას გამოხტომებს და ასე შემდეგ. მაგრამ სანამდე ამ თემის ასე რომ ვთქვათ ჩაწერას დავაპირებდი, გადავხედე ინტერნეტ რესურსებს საქართველოში და ცოტა ასე რომ ვთქვათ მინდა შემოვიტანო ცოტა ხნით დრო დაუთმო იმ მარაზმს, რა მარაზმიც საქართველოში ხდება, ჰოი უბედურება, ჰოი საოცრება, ოქრუაშვილი დაიჭირეს. ხო გეუბნებოდი ბიძია ფაიტონს ერიდე დაგიჭირავენ თქვა, მაგრამ არ გეიგონე და რა უნდა ქნა. მაგრამ კაც დაიჭირეს იმის გამო თურმე რომ გირავო არ გადაიხადა რა. გირავო არ გადაიხადა და თურმე ესა ოქრუაშვილის დანაშაული, რომ თურმე გირავო არ გადაიხადა და ამის გულისთვის დაიჭირეს. ხალხო, ესა ჩვეულებრივი ცირკი, ეს არის ჩვეულებრივი მარაზმი, ჩვეულებრივად ყურადღების გადატანა იმ დიდი უბედურებების რაც საქართველოს ირგვლივ ხდება და ტრიალებს და ელოდება უახლოეს მომავალში. ჩვენი დაუძინებელი მეგობრები უკვე ღიამტრები არიან გამხდარი და თავისთავად ამათ ჭირდებათ შიგნით საზოგადოების აზრის მომწიფება, რომ აი მათ დაიწყეს ახლა ტრიბუნალები და მათ დაიწყეს ხალხის გასამართლება და ეს მეხუთე კოლონა, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოში 90-იანი წლებიდან, მანამდეც იყო, მაგრამ 90-იანებიდან მოყოლებული პროდასავლური მეხუთე კოლონა, აი თურმე ეს არის მთავარი პრობლემა ქვეყნის. მთავარი პრობლემა რეალობაში ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილიც შეუძრა უკანალში თავისი ფულის გამო დასავლეთს და ამერიკას და ახლა 13 წლის მერე ძვირად აქვს დამჯდარი, რეალობა ეს არის და ახლა ის რომ თავისი თავი და თავისი სკამი და თავისი ქონება შეინარჩუნოს, ამის გამო სხვადასხვა ახლა მიზეზებს ამათ რა დაულევს, დაიწყებს ახლა ზოგმა გირავო არ გადაიხადა, ზოგმა ეს არქნა, ზოგმა ის არქნა, დაჭერებს და ოქრუაშვილი არის პიონერი ამ ყველაფერში. ოქრუაშვილი უნდა იყოს სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლებული და ჩაგდებული ციხეში, ისევე როგორც სააკაშვილი და სხვები. უნდა კონდეს აბსოლუტურად ყველა ქონება ჩამორთმეული და წართმეული, ექსპროპრიაცია უნდა მოხდეს ამ ყველაფრის სახელმწიფოს სასარგებლოდ, კონფისკაცია რაც აქ ქონება, იმიტომ რომ გაღლეტილი მინისტრი, რომელიც კალოშით მოვიდა ემაში, რა ქვია, მიშასტროს ხელისუფლებაში, მინისტრობიდან რო წავიდა, მილიონერი გახდა და ამ მილიონებს სად ინახავდა რომელ ბანკებში ღმერთმა იცის და ეს ყველაფერი დააგროვა ქართული ჯარის ძარცვით, ქართული ჯარის კრისობით, იარაღის მოპარვით, გაყიდვით, რა ვიცი, 1000 სიბინძურეები, რომლებიც მათ ჩაიდინეს, ეს ყველაფერი ხახვივით შერჩა, ჯერ ნაცების დროს და ახლა ქოცების დროსაც და ახლა თურმე დამნაშავე ყოფილა და დაუჭერიათ თურმე იმაზე, რა ქვია, გირავო არ გადაიხადაო და დაჭერამდე ასე თქვა, მანდამაინცო მემაქო საზღვარგარეთ გასვლაო აკრძალულიო თუ არაო დანარჩენებსო, ისაც აქო ის მელიასო და ამასო რა ქვიაო გვარამიას და ხაზარაძეს და ამათო ისო რა ქვიაო შეფარდებულიო გირავებიო მათო საზღვარგარეთ წასვლაო მეო ქუთაისიო და იმისო რა ქვია თელავის მასშტაბებშიო უნდა ვიაროო მარტოო და ეს მაწუხებსო. ესაო თურმე პრობლემაო რა. მოკლედ ერთი ამბავი ატყდა, რა თქმა უნდა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. გამოხტა ისეთი დიდი და ძლიერი პერსონა, რომელი პერსონაც არის არჩეი ჯვალეკო გამოხტა, რომელმაც განაცხადა, რომ თურმე ირაკლი ოქრუაშვილიო წინახაზე იბრძოდაო უკრაინაშიო, იპრინშიო. და აი ამის გულისთვისო, კაცო, აი ამის გულისთვისო მოხდაო მისიო დაჭერაო. ერთი შენი ბრძოლე 2008-ში მაგრად. მერე უკრაინაში და მეორე ოქრუაშვილმა იბრძოლა კიდო მაგრად. თქვენ მაგარი მეომრები ხართ რა. უბრალოდ არ შეიჯვალეკო. ახლა მიაწექი ბოლომდე იმას. აი მეომრის სტატუსს მიაწექი შენ მაგარი ბიჭი ხარ, ოღონ უკნიდან. ხო. ასევე
მოკლედ მთელი აღტკინება არის წამოსული, აგერ გვარამია ქათამმა გამოაცხადა, რომ ესა რა ქვია, თურმე არც მე ვაპირებო გადახდასო. გირაოს გადახდასო და აბა თუ ბიჭები არიანო დამიჭირონო. ხო, ახლა ოქროაშვილს პარტია არ ქონდა და პარტიის ლიდერი არ იყო და აი ეს ახლა პარტიის ლიდერია და მართლა საინტერესო ერთი ქოცები მოკიდებენ თუ არა ამ ქათამს ხელს და ჩააგდებენ იმაში, რა ქვია, ციხეში. ახლა არ აყავთ ესა დეიდა სალომე, რომელიც გამოიხსნის ერთსაც და მეორესაც ციხიდან. ნახავთ ერთი აბა ქოცები რისი გამკეთებლებერიან, ისე ქოცების უნდა მუსოდე დამოვყან. მე ისე ამათი ბინძური თავი გადაშენდა, რისი დამჭერები არიან ესენი. სინამდვილეში ესენი დიდი ხნის წინ უნდა იყვნენ ჩაყრილები ციხეში და მადამ პამპადურის შეწყალება არაფერს არ უნდა შველოდეს ამათ. საქმე იმაში არის, რომ თვითონ ეს პოლიტიკოსია და პოლიტიკოს თუ შეეხებიან. ქოცი რისი გამკეთებელია, ხალხო? ამდენი ხანია კომისია მიდის და გინდა სულხან მოლაშვილის საქმე იყოს, გინდა ომის გამოძიება იყოს, გინდა რა თემებს არ ეხებიან ესენი და ბოკერიას, ბიჭო, ბოკერიას თავის კახპა ცოლმა თქვა პირდაპირ. ბოკერია ჩემ ხმარსო, იქიდანო პატრონობენო, ნიდაიბო გვინვე მხელი დააკაროს. ბოკერია დაკითხვაზე ვერ დაიბარეს, ხალხო. ნინო ჭილოსანის მიერ მოწყობილი ნიურნბერგის პროცესია ალბათ. ხო, ალბათ ეგრე არის რა. ამათ რისი ტრაკი აქვს და რისი გამკეთებლები არიან საერთოდ. ხო, თურმე გირაო არ გადაუხდია, თურმე ოქროაშვილს და მეტი დანაშაული არა. კოდორის ხეობასთან მიმართებაში რა დანაშაული აქვს. ჯარისკრისობასთან მიმართებაში რა დანაშაული აქვს. პროკურორი რო იყო და ეს რა ქვია, ბიზნესმენების და თუ ვინმეს ფული ქონდა, გატყავების ფონდი რო ქონდა შექმნული, იმაში რა დანაშაული აქვს. მთელი გორი რო გადაჭამეს და იმასქნეს არა მარტო გორი და ბიზნესები ჩამოართვეს, ხალხო, ამაში რა დანაშაულია? ამაში უდანაშაულოა. ოქროაშვილი ამაში უდანაშაულოა, ხალხო. სამშობლოს ღალატში, ჯარისკრისობაში, ხალხზე ფულის დაწერაში, 1000 უბედურებაში, დააკვირდით, ესენი ერთი სისტემის შვილები არიან, როგორ აღდგას უყველა ახლა ოქროაშვილი რო გეკითხა, თურმე ნაცებს და ამათ, თურმე ესე იგი ოქროაშვილის ატანა არ ქონდათ, ისე ეზიზღებოდათ. ტყუილი ხალხო, ეს ერთი მეორეში მასკნილი ესაა, რა ქვია, ოჯახური ჩხუბებია ამათი ყველაფერი. და ესა რა ქვია, აგერ ხაზარაც გამომხტარა თურმე, ეს ცალკე ფენომენი არის კიდე. ეს ჩარჩი, ეს მევახში, ეს დამპალი, ეს ნაბოზვარი და აი ყველას დედაშევეცი, ვინც მაგ პარტიაში ხარ და ყველას დედაშევეცი, ვინც იმას რა ქვია, ლელოს ხმა მიეცით, ყველას მოგიტყანთ გამზდელი, ქალიან კაციანად რა. გამოდით ახლა და მითხარით რატო აგინებ რა შვაშია, ამას რო კაცი ხმას მიცევს, ბიჭო. 250,000 ოჯახი დატოვა ღიაცის ქვეშ. და გამოდის ახლა და ამბობს, რომ თურმე ეს როგორ შეიძლებაო, თურმე საქართველოს დავცალეთო, კაცო, ხელისუფლებაო, თურმეო, ცლისო, თურმეო, იმასო, რა ქვიაო, საქართველოსო, ქართველებიდანო და არაბების საწინააღმდეგო არაფერი არ ამაქვს, მაგრამ თურმე ხალხო ხაზარაძეც კი შეწუხდა, თურმე არაბების ჩამოსახლებით და ვრცელი ინტერვიუ იყო კიდე ოქროაშვილის დაჭერასთან დაკავშირებით. აი ეს მარაზმის საზოგადოება. და ესენი ზიან ახლა ამას და უყურებენ და ამას თურმე პოლიტიკა ქვია საქართველოში. ამას თურმე პოლიტიკას ვეძახით თურმე ჩვენ თურმე და ის ქართული ოცნების ესენი ლიდერები თურმე პოლიტიკოსები არიან, თურმე ხაზარაძე პოლიტიკოსია, თურმე ის პოლიტიკოსია და რა ვიცი, მელია თურმე პოლიტიკოსია და მთელი ეს აბოზეთი კაცი რომ მოკლან, ბიჭო, კაცი შვილი პასუხს არ თხოვს. და ღმერთო დალოცე ბიძინა, ესენი ხო არ მობრუნდებიან. საერთოდ როგორ არსებობს ეს ქვეყანა და საერთოდ ჯერ კიდე რუკაზე რაღაცას ქვია საქართველოს, აი ამდენი განდონის ხელში, ამდენი მოღალატის ხელში, ბიჭო, და ამდენ მოღალატეს რომ ამდენი ტაშის მკვლელი ყავს და ამდენი არა აქვს მნიშვნელობა, გინდა ნაცები აიღე, გინდა ქოცები, გინდა სულ ყველა დააკვირდით ხალხო ამათ. დააკვირდით რას დაამგვანეს ქვეყანა, როგორ გადააგვარეს ქვეყანა. რას დაემგვანა ქართველიერი? რას გავხარ ხალხო, გინდა ერთის მომხრეები, გინდა მეორეს მომხრეები, გინდა მესამეს მომხრეები, გინდა მეოთხეს მომხრეები, ახლა გამოსწრებული
გირჩი როა, გირჩს ჰქონდა დადებული იმაზე, რა ქვია, თავის გვერდზე ვიდეო კიდე. ვიღაცა ქალთან იყო ინტერვიუ, რომ ესო ჩემს ძმასო ხმას აღწემო, იმიტომ ხვიჩიას მიცაო ხმაო და ჯიგარიაო, ხვიჩიაო, მადლობა ძმასო. ასე რომ დაიყოფა ერნი. ძმა ძმას, და ძმას, ბიძაშვილი ბიძაშვილს, მამიდაშვილი მამი, ამად გულისთვის ბიჭო, ამად გულისთვის. ქვეყნის გამოუბედურებლებისთვის და მოღალატე გამოვა ვიღაცა დედამოწყნული მერე და მეტყვის რომ შენ არავინ არ მოგწონს. თქვენ ხო მოგწონთ, თქვენი დედაშევეცი და მოგწონდეთ. მოგწონდეთ, რომელი მოგწონთ? ხაზარაძე მოგწონთ? გვარამია მოგწონთ? გაბუნია მოგწონთ? თუ არჩეიჯვალეკო მოგწონთ? თუ ბიძინა მოგწონთ? რომელი მოგწონთ? დაასახელეთ, ჩემი მოსაწონი თუ არა, თქვენი მოსაწონი ვინაა ერთი? აი ყანდურებზე ლაპარაკი არა მაქვს კაცო, ახლა ეს ყანდურები ეს რა ქვია, ეს ესენი გასხივოსნებული წმინდანები არიან. დედამიწაზე ფეხს არ ადგამენ ისინი რო დადიან. აი ამ უბედურებაში და გახედავ იქეთ ომი, გახედავ აქეთ ომი, უბედურება არეული მთელი სამყარო და ერთ დღეს შეიძლება ეს ქვეყანა საერთოდ ისე წაილეკოს და გაქრეს რუკიდან. თვითონ არაფერი. არ ვიცი ეს ჩვენი გმირი წინაპრების სისხლი, მართლა რომელიც მთელი საქართველოს არსებობა იყო სულ რწმენისთვის და რელიგიისთვის ბრძოლა და ქრისტესთვის ბრძოლა და ის მადლი რო გვინახავს დღემდე. საქართველოს ისტორიაში ომების მეტი რა ყოფილა, ყველა ომი იყო რელიგიური ომი. აბსოლუტურად ყველა ომი იყო რელიგიური, თუ არ ჩაითვლება ესა რა ქვია, ბიზანტიასთან რა ბრძოლა და ესა რუსეთთან შეტაკებები. და ომი. განარჩენი აბსოლუტურად ყველა ჩვენი ქვეყნის ისტორია, ომების ისტორია, რომელიც არის, ყველა იყო აბსოლუტურად რელიგიური ომი და ჩვენმა წინაპრებმა სისხლით, ლოცვით, რწმენით მოაღწიეს და უფალი მფარველობს ამ ქვეყანას ამის გამო. თუ არა, დღევანდელი საქართველო ხალხო დასაცოცხლებელია. დღევანდელი საქართველო, დღევანდელი მოაზროვნე ქართველი ადამიანი, საშუალო სტატისტიკური აიღე თუ გინდა. რომელიც ნაცზე და ქოცზე გელაპარაკება და ანიმაზე გელაპარაკება, იგი დიდი ქველმოქმედია, იგი თურმე აღმაშენებელია, იაგო თურმე მაგარია, თურმე ოქროაშვილი ისა ხაზარაძე პოლიტიკოსია და ამ მარაზმს უყურებს ერთი. რომ თურმე ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და დასავლეთი გადაგვარჩენს და ევროპა გადაგვარჩენს და აი ამ გულის ამრევ რაღაცას უყურებ ადამიანი და არაფრის მომავლის იმედი უბრალოდ არ გიჩნდება რა. აი ერთადერთი უფლის იმედად თუ რამე გადაარჩენს და ამ დებილ ხალხს რო უთხრა რომ ხალხო დებილები ხართ, ნუ იქცევით ასე, ნუ იქცევით, აზრზე მოდით, ცოტა აზრზე არ შეიძლება ესეთი რაღაც, როგორც სეთურის მრევლმა ჩაქოლა და თათუთაშხია და ის მისი ძმაკაცი ისე ჩაქოლა. და რო კითხო რომელიმეს ახლა ადარდებს, ვითომ რო კითხო აქ პირწავარნელი კომენტარები როა და დიდიმაზე რო იჭრიან. ეგერა გაშიმშილებული, გაძვალტყავებული ქართველები დაყრილი იმის წინ, რა ქვია, კანცელარიის წინ, შიერები, წყურვალები შიმშილობენ, კიდე შიმშილობა უნდა? ჭიათურის მაღაროელები წვიმაში, თქეშაში, არც ერთი ტელევიზია არ მიდის იმათი პროტესტის გასაშუქებლად. არც ერთი, გინდა ოპოზიციური აიღე, გინდა საზოგადოებრივი აიღე, ახლა გუშინ დავით ჭაბუკაშვილი და ესენი ყოფილან და მოსულა იქ საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც იქნა თურმე გამოუღია წყალობა და თვითონ ის ახალგაზრდა გოგო ყოფილა იმასაც რა თქმა უნდა ადამიანობა ხო არ ექნებოდა დაკარგული და ეს რა უბედურება ხდება აქო და არც ის გადაღებული რეპორტაჟი არ გაუშვიათ და აი ამ ხალხს რომელიც ამბობს რომ თურმე ხალხი რა შუაშია და ჩვენ რა დავაშავეთ აი ამ ხალხს ახლა რო დაუძახოს ივანიშვილმა კისრის ტეხით გაიქცევია აი ქოცებმა შეკრებას ვიღაცას რო დაუძახონ იქ რა ქვია რუსული კანონის წინააღმდეგ ევროპული მომავლისთვის და ამისთვის და იმისთვის კისრის ტეხით დადგება იქ ჯოგნახირი ან ამერიკის საელჩოსთან რო დაუძახონ ხარდასაჭერად და რაღაცა ყველა კისრის ტეხით წავა და აი ის ხალხი რომლებიც მართლა გაჭირვებულები არიან მართლა რომ 3500 ოჯახი აყრაშია და დაქცეულია ჭიათურა და შეჭმული აქვს ყველაფერი ტრაქს არ გაადგამს იქ აი რაშვაში არის ერი და რაშვაში არის ხალხი რომელსაც უნდა რომ უცოდველობის მანკია მოირგოს თუმცა დღევანდელი საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა ცოტა ნორმალურად როაზროვნებდეს და სამშობლოზე ფიქრობდეს და
რამე ადარდებდეს და ქართველი ადარდებდეს ამ დღეში იქნებოდა ქვეყანა? ამ დღეში მიატოვებდა ქართველს? იქ წვიმაში, უბედურებაში, შიმშილში. ეს არის სიმართლე და არც ერთი ნუ გამომიხვალთ აქ და ნუ დამიწყებთ იმაზე ლაპარაკს, რომ ამას რატო ლანძღავ, იმას რატო ლანძღავ, სალანძღავია. რაცაა გასაკეთებელი? ქართველი კაცის საქმე, რაცაა სამშობლოსათვის საქმე გასაკეთებელი, ტრაქს ვერ გაგანძრევიებთ, ვერა. ტრაქს ვერ გაგანძრევიებთ. და თუ ვინმე სადმე ვიღაცას შეეტენოთ, შეუძურებით. მასაც ეხება ეს, იმიტომ რომ ასია. იმიტომ რომ ფეხებზე კიდიათ ის გაჭირვებული ხალხი, მშიერი მწყურვალი ხალხი. და ხელისუფლებას და ოპოზიციას რო კიდიათ, ამაზე რაზეა ლაპარაკი. აი, ამის თქვა მინდოდა შესავალში. ამიტომ ეს ცირკი, რაც ცირკიც ახლა მიმდინარეობს, ეს არის ყველაფერი იმ უბედურებების გადასაფარად, რაც უახლეს მომავალში ელოდება ამ ქვეყანას. მე გეუბნებით, საქართველოს ელოდება კატასტროფული მოვლენები უახლეს მომავალში. აი, უახლეს მომავალში. არ დაჭირდება ამას დიდი ხანი. აი, რა იქნება და როგორ იქნება, ახლა ვენახავთ. აი, ამ გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. და თუ ამ პერიოდში ქართველიერი სიბრძნეს ვერ გამოიჩენს, ეს ქვეყანა ალბათ კიდე დიდი ხანი გაქრება რუკიდან. აი, უახლოეს მომავალში იქნება ეს ყველაფერი. და ვნახავთ ერთი ამათი მართული პოლიტიკა და ამათი აზრი, და ამათი შიგევროპული მომავალის კიდე წივილი და კივილი, ეს მოღალატეები საქამდე მიიყვანენ ამ ქვეყანას. დააგვირდით აგერ. ძალიან აგერ თქვენ, აგერ მე. უახლოეს მომავალში. არ დაჭირდება ამას წლებიც და ნამდვილად არ დაჭირდება. ნახავთ აგერ. და ის უბრალო ქართველს თურმე გული რო შედგივა ქვეყანას და რაქნას არ იცის თურმე ამდენი 34 წელიწადია თურმე რაქნას არ იცის და მტერმოყვარე ვერ გაიცნო უფროსმა თაობამ, ჩემმა თაობამ, თუნდაც კაი დაანებეთ პატარა ბავშვებს თავი. აი მე გაიცნოთ, მე მიხვდებით რა უნდა გააკეთოთ. ირბინეთ, ახლა არჩევნები მოდის და უახლოეს მომავალში არჩევნები იქნება. ახლა რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის იზგვლივ მიმდინარე მოვლენებს, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად, მაინც ჩვენს გვეხება. პირველ რიგში მინდა დავიწყო აი ამ განცხადებით, ეს პირდაპირ ჩვენ გვეხება, როდესაც ტრამპამ დაიკიდა ქოცები და გავრცელეს ეს, რა ქვია, მეგობარი აქტი დგება თურმე და დასანქცირებას აპირებენ და საქართველოს პარლამენტში თურმე მიუღიათ დადგენილება თურმე ამის საპასუხოდ. იმაზე კი არა გუშინ რაზეც მე ვესაუბრე, რომ ქართულმა მხარემ თუ ჩვენ გვინდა, თუ ჩვენ თავმოყვარე სახელმწიფო ვართ, თუ ჩვენ რამე გვინდა და გვინდა მართლა დამპალი გლობალისტებიდან ქვეყანა განთავისუფლდეს, აბსოლუტურად ყველა შეთანხმება რაც არის შეერთებულ შტატებთან დადებული, რომელიც ეხება სამხედრო სფეროს, დაწყებული იმუნიტეტი, ამერიკელი ჯარისკაც რო საქართველოში კაცი რომ მოკლას, რომ იმუნიტეტი გააჩნია, იარაღის ტარების უფლება, ქართული პორტების, ქართული აეროპორტების, საჰაერო სივრცის, საზღვაო აკვატორიის ამერიკელებისთვის უპრობლემოდ გადაცემა და ასე შემდეგ, რომელიც სტრატეგიულ ქარტიაში და მის გარდა იყო კიდე ჩაწერილი, აი იმათი გაუქმება უნდა იყოს ახლა. დაწყებული და აი მაშინ გაიგებს ტრამპიც და მაშინ გაიგებს ამერიკაც და მაშინ გაიგებს ყველაფერს. მანამდე არავინ არაფერს არ გაიგებს, არავის არ აინტერესებს. და ეხლა გამოაცხადეს თურმე რომ ისო ნატოს პერსპექტივაშიც არ გვახსენებენო კაცო და ჩვენი რა ბრალი არისო, ხო ჩვენიო ზედ. ხო ისინი პერსპექტივაშიც არ გახსენებენ. დაკიდებულები ხართ, კიდი ხართ და თქვენ კონსტიტუციაში გაქვთ ჩაწერილი. კონსტიტუციაში გაქვთ ჩაწერილი რომ თურმე საქართველოს ნატოს და ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. და ისინი იდეაშიც არ გახსენებენ. ხო და რატო უძრებით ტრაქში ბიძია? რატო უძრებით? ვინმე დაგაძალათ, რატო ჩაწერეთ? გამოახლა ვიღაცა გამოსცირებული კოცი და გამოსცირებული შიბლა მეტყვის იმას, რომ ამერიკის ელჩმა მოთხოვა და აბა რა ეკნათ, უნდა ჩაეწერათ. ამერიკის ელჩმა ომი რომ მოთხოვა, რატო არ დაიწყეთ? რატო არ დაიწყეთ? თქვენი დედაშევეცი ეს გამპრავებლები რო ხართ. რატო არ დაიწყეთ ომი? ომი რომ მოგთხოვათ. ომი უშუალოდ თქვენ ოჯახებს შეეხებოდა და უშუალოდ თქვენ ქონებას შეეხებოდა და ეს ქვეყნის მომავალს არ ეხებოდა. აი, კონდეთ ეს შხამი ჩაწერილი იმ კონსტიტუციაში და ეს დაგღუპავთ პირველ რიგში. ეს დაგღუპავთ. თქვენ დაღუპულები იყოთ, თუ გინდა გაწყვეტილ ხართ ერთ დღეს. ქვეყანას დაღუპავს, ერთს დაღუპავს. რატო დაღუპავს, იცით? იმიტომ რომ
ასეთი გამყიდველი და ასეთი მოღალატე მართველების ხელში ვერ გაძლევს ქვეყანა უბრალოდ. ვერანაირად ვერ გაძლევს. და ეხლა მინდა ერთი წარე მაგალითი იმის თუ როგორ ხდება სოფლიო პოლიტიკაში რეალურად ესა რა ქვია მოვლენების განვითარება ჯერ პირველ რიგში მინდა ეს ძალიან მოუხდა დღეს სულ შემთხვევით სოციალურ ქსელში წავაწყდი აი ამ მემს რომელიც ძალიან კარგად ასახავს თქვენს მიღებულ აქტს სადაც მელანია ტრამპი უკითხავს დონალდ ტრამპს კობახიძის წერილს და კარგადაა იქ მითითებული პასუხი. არ მინდა ახლა გავიმეორო, ვისაც გაინტერესებთ, აგერ რა მშვენივრათაა წარწერილი, რას პასუხობს ტრამპი. ეს ასახავს თქვენი წერილის ფასს ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციისათვის და დონალდ ტრამპისთვის, ისე. რო იცოდეთ რა? რო იცოდეთ. ზუსტად ეს ამ რეალობასთანაა შესაბამისობა და რატო ამ რეალობასთან იცით? ერთი რაღაცა მინდა გაჩვენოთ. ჩემო კარგებო. სულ რამოდენიმე წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან, ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს მხრიდან ერთ-ერთ საშიშ დამნაშავედ ტერორისტად გამოცხადებული პიროვნება მუჰამედ ალ-ჯავლანიო თუ რა ვიცი, რა გვარი არის ეს? ხედავთ ამას? რომელზეც ამერიკას და მის მოკავშირეებს გაცემული ჰქონდათ სანქცია და ინფორმაციის სანაცვლოდ 10 მილიონის სანაცვლოდ ინფორმაციაზე 10 მილიონს იხდიდნენ ამის ან ლიკვიდაციაში, ან დაჭერაში, ან ინფორმაციის მოწოდებაში. ხომ ხედავთ ამ ტერორისტს. ახლა მინდა გაჩვენოთ სხვა უფრო თბილი ფოტო. თქვენი ნაკები ტრამპი. თქვენი ნაკები. დიდი ქრისტიანი ტრამპი, ის ტერორისტი. დღეს არის სირიის პრეზიდენტი. დღესდღეობით არის სირიის პრეზიდენტი. ამერიკის პრეზიდენტი. ტერორისტი, რომელიც იყო სულ 2-3 წლის წინ, რომელსაც ეძებდა ამერიკა, დღეს დიდი პატივით ხდება ამერიკის პრეზიდენტს. ჩახუტებული არის აგერ სისხლის მსმელ ტერორისტთან დიდი ქრისტიანი ტრამპი. და ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც ჯვარს იხატავდა ასე შუბლზე, რომ დიდმარხვის დრო მოვიდაო და მარხულობაში რო იყვნენ შესული და ეს მთელი გამოქლიავებული ეს კოცობა და მთელი ეს გამოსწირებული ისა საკონსერვო საქართველოში კონსერვატორები ტრამპის ამერიკას რო ეთაყვანებოდნენ. ამ დროს ეს სირიის პრეზიდენტი სირიაში ალავიტების და ქრისტიანების ქუჩაში დახვრეტებს აწარმოებდა. დღეს ჩასული არის იქ ამერიკის პრეზიდენტი, ჩახუტებულია ერთი მეორეზე სულში, გულში და ეს პირდება, რომ გენაცვალოსო, ჩემი თავიო, სირიაო გახსნილი არისო ამერიკული ინვესტიციებისთვისო და ტრამპმა ადგა და აბსოლუტურად ყველა სანქცია მოუხსნიან ახლა სირიელებს რომ ამერიკული ბიზნესი შევიდეს სირიაში და ამერიკელებმა გაზის და ნავთობის მოპოვება დაიწყონ. და ის უკვე ტერორისტი, გუშინდელი ტერორისტი. და ის რომელიც ქუჩაში წყვეტდა ხალხს, უდანაშაულო ადამიანებს და მათ შორის ქრისტიანებს, დიდო ქრისტიანებო. ის აღარავის არ აინტერესებს. და ეხლა ეს სირები მანახეთ, თქვენ მე ეს დიშლა ხალხი. ეხლა ვინმეს არ ეგონოს, რომ კობახიძეზე რაღაცას ვამბობდე რა. რომლებიც ირანში ჩასვლას და ირანის პრეზიდენტის გარდაცვალებაზე პანაშვიდზე ვენებს რო იჭრდნენ ტერორისტების გვერდითო, ირანის გვერდითო, როგორო იდგაო ჩვენიო პრემიერ ჯერ კობახიძის დედაც მოყვან, მაგრამ მაგ ნაბიჯი იყო აბსოლუტურად სწორი. სწორი იყო ეს. სწორი იყო და
თუ ჩვენ პოლიტიკას არ გავატარებთ, ჩვენი რეგიონალური პოლიტიკის მიზნით და ოკეანის გაღმა დავიწყებთ, ყველაფრის ძევას დაგვიფსო ამან თვალები 35 წელიწადია და დაგვიფსებს კიდე, მაგრამ აი ამ დიშლებს მინდა კითხოთ ერთი რა. აი თქვენ მინდა კითხოთ. ვინც ძალიან იჭრიდით, ეს რომელ დემოკრატიაში ჯდება ის? რომელ დემოკრატიაში ჯდება აი ამ დასწირებულებს მინდა შეგეკითხოთ. აი ქართულ ოპოზიციას, NGO-ს, პროდასავლელებს უკნიდან განათლება. ეს რომელი ევროპული სტანდარტია, რომელი ამერიკული სტანდარტია, რომელი დასავლური სტანდარტია, თქვენი დედას შემეცინე. წმინდათ რო ყავთ გამოყვანილი ისა რა ქვია. დასავლეთი და ამერიკა და ესე შემდეგ. თან მინდა გავახსენო ამ შიბლებს, რომ ზუსტად ეს რა ქვია, დიქტატორი თუ სისხლისმცველი თუ ტერორისტი, რომელსაც იძახიან, არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელ პრეზიდენტსაც აქვს აღიარებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა. აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული სირიას. წინა პრეზიდენტის პირობაში, მაგრამ ახალი თქვენიანი კაცი ხო მევიდა იქ, ახლა ეს ტერორისტი ხო თქვენიანია, ვინმეს მიაქვს უკან აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა? აი თხოვნით და იმით რომ მიმართეს იმ ნიკუტა გვარამიებმა და ამათმა და ამათ. მიაქვს ვინმეს? ვის არ კიდია და ვის არ ახატია საქართველოს. თუ ვის რაში აინტერესებს? აგერა თქვენი დონალდ ტრამპი ჩახუტებული სისხლის მსმელ ტერორისტზე, რომელსაც ათასობით ადამიანის სისხლი აქვს ხელზე. ვერ გაბანს მაგას ვერაფერი. გამეცით ახლა ვინმე პასუხი, რომელსაც აქვს აღიარებული აფხაზეთი და სამაჩაბლო. ეს რომელ დემოკრატიულ ჩარჩოებში უნდა ჩავსვათ? და ისე თუ ვინმე საინტერესებს სირიამ რატო აღიარა აფხაზეთი და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, გავახსენებ. მაშინ ჯანელიძე იყო ასეთი გვარად ჩამოყალიბებული დიშლა, შიბლა, მოღალატე კოცების დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც გამოხდა, რომ არავინ რო არ ეკითხებოდა საერთოდ და საქვეყნოდ მოუწოდა ამერიკას, ევროპას, ნატოს, კვატოს, ყველას, რომ თურმე დაბომბონ ასადის რეჟიმი, გაასწორონ მიწასთან. მეორე დღეს გამოვიდა ასადი და აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აღიარა. იმიტომ არავინ არ გეკითხებოდა შვილო შენ მაგას. ამდენი ხანი არ აღიარებდა ის. აი რომ გამოუცხადეთ მტრობა, მოგექცათ სირია ისე როგორც მოგექცათ. და არაფერი ამით არ შეიცვლება. აი აქამდე მიყავს. აი ამათ ნამოღალატარ პოლიტიკას, მაგრამ თქვენ გონია ჯანელიძე ვინმე პასუხი აგო? გადასული ეგერ ოპოზიციაში და მთავარი ოპოზიციონერი. მე თქვენ გინდათ რომ ამერიკ ქვეყანას რამე ეშველოს? თქვენ გინდათ რაიმე ეშველოს ასეთი ხალხის მიერ მართულ ქვეყანას და ასეთ ხალხს მასას აიღეთ, ეს ნაგავი, ეს ბიონაგავი აიღეთ, ეს პოლიტიკური ნაგავი, რომელიც არის საქართველოში. იმასკენით რა ქვია, ჩაბარეთ ქვეყანა სამართავად და ელოდეთ როდის გაბრწყინდება იბერია, ელოდეთ. ბოლო ჟამის პატრიარქი ყავთ და იბერია ყველაზე დიდი მეცენატი, აქეთ წმინდანი პატრიარქი არის და წმინდანი პატრიარქის სიტყვა კანონია, კაცო, გაბრწყინდება იბერია და აქეთ ისა, რა ქვია, 6-მეხუთის კაცი არის კიდე 21 საუკუნის და ემასკნილია და გამოსულია აგერ კაცო კაცი და წუხჭოვილელი მაიმუნი და ამდენი სამება აგვიშენა ხალხო რა, ხელა რამე გააკეთა. რა უნდა გავაკეთო ახლა იწვიან წადი? შენაერ გაჭირვებულს, გაშიმშილებულს 3500 გაღატაკებულ ქართულ ოჯახს წადი დაუდექი გვერდით. მიდი, მოინახულე, როგორა საჭმელი მიუტანე ელემენტარული. წყალი მიუტანე, დახედე. ის მაღაროელები ჩამოსული არიან და იქ არიან. აუ არა, იქ ვინ გავაკაც. არც ერთი ბლოგერი ხმას არ იღებს. არავის არ აინტერესებს. არც ერთ ტელევიზია ხმას არ იღებს. არ აინტერესებს. იქ რა საჭიროა კაცო. აი ის დიდი პოლიტიკაა გადასაწყვეტი. აი ასეთი საზოგადოება რამის ღირსი არის საერთოდ? იმის ღირსი არის, რასაც უარესის ღირსია, რასაც ღებულობს. და მიიღებს კიდეც. ვილოცოთ რომ არ გაგწყვიტონო ქალბატონო დალი.
მათეს სახარება მაინც თუ გაქვთ წაკითხული, რადგანაც ლოცვაზე აკეთებთ აქცენტს, შავით თეთრზე წერია. რომ ამდენი ლოცვა არ ჭირდება, ქმედებებზე არის გადასასვლელი და ქმედება უნდა გააკეთო. ჩაიკეთეთ ახლა და ილოცეთ და მტერი რომ მოვა დაგაკლავთ ლოცვის დროს. ეს რეალობა იქნება ლოცვაში. მე თქვენზე კი არა მაქვს საუბარი, მაგრამ ამ ფსიქოლოგიით განწყობილ ადამიანებს რომ ლოცვით უშველიან საქართველოს და ლოცვა, თავარი და სხვა არაფერი. ქვეყანა მის და შემდეგ. ლოცვა როცა არის, სალოცავი მაშინ ილოცოს, ხალხმა და გულით ილოცოს. ეკლესიაში ილოცებს, თუ ეკლესიის გარეთ ღმერთი ყველგანაა. არ ვიცი მე ვინდას ლაპარაკობს არ შემხვედრია არცად რომ ამ ადამიანების პრობლემა გაშუქებული. ბლოგერი თუ არა, ახლა ბლოგ მართალი ბრძანდებით, ხალბატონო, საქართველოში ბლოგერებიც ესეც ქართული სიმახინჯის ესა რა ქვია, ჩემთვის კარგად ცნობილია, აგერ ვიღაცა უცხოა თუ ვინცხაა თუ ეს ამდენი გამომწერები რო ყავს, ბიძინა არის ერის მამა. და იმაში რა ქვია, უცნობთან მიდის კიდობანში და ქოცებს უჭერს ხარს და რო კითხო ბლოგერია. დამოუკიდებელი და 100,000 გამოქლიავებული ზია და უსმენს. ხო, რატო შეიწუხებს თავს? რატო შეიწუხებს? ვაძლევს ფულს. ბიძინა ყიდულობს ეგეთ ბლოგერებს. მესმის ქალბატონო რო სხვა კუთხით მითხარით, მაგრამ ლოცვა არის საჭირო ბრძოლის წინ. ყოველ წუთში ლოცვა არაა საჭირო. და დააშტერეს ეს ხალხი. ილოცეთ. პროტესტები იყო იმაში, რა ქვია, თბილისში 2008-2009 წლები რო იყო ეს, რა ქვია, იმის გრეჩიხების პერიოდი რო იყო. რა ვქნა, სამებაში წავიდეთ, ვილოცოთ. და ილოცეს სამებაში, რა, ტირანი დარჩა. ჩემო ძმაო, ცალკბად ნალაპარაკები კი არა ქმედება, საჭირო იქ გვერდში დგომა ჭირდება იმ ხალხს. გვერდში დგომა ჭირდება და ბრძოლა ჭირდება. ბასი არ ხდება ბრძოლა, ჩემო ძმაო. მე დავჯდი აგერ და ვილაპარაკო იმაში, რა ქვია, გემრიელად ოფისში და სტუდიაში და იქ არაფერი არ მაინც ლაივი უნდა იყოს ჩართული და უნდა გადაეცემოდეს და უნდა იყოს მოწოდება. უნდა იყოს მოწოდება, რომ ამ ხალხს გვერდში დგომა ჭირდება. პოლიტიკური ქულებისთვის და ესე ცალკბად და ზერელეთ კი არა. მაგრამ აი ესეთი გვერდში დგომა ვიცით. აი ესეთი გვერდში დგომა ვიცით მასამ. მეც ამ ერის ნაწილი ვარ და იმიტომ ვამბობ ამ ყველაფერს. ღმერთმა უკნას ის 5% თუ 7% რაცა საქართველოს დარჩენილი გადაშენდეს თუ არა, ამ ერს საერთოდ აზრი არ აქვს. აზრი ეკარგება ამ ერის არსებობას. ბიონაგავად გადაქცეული ხალხის. აი რა თუ ჩემი ძმა ხარ. ხო, ხალხი არ გამოდის. ხალხი იმიტომ არ გამოდის, რომ ძირითადში ყველას ფეხებზე კიდია. და ხალხი თუ არ გამოდის, ერთი 50,000 და 60,000 მხარდამჭერი მყავს, რო იძახი მიიყვანი 40,000-დან 10,000 ადამიანი მიიყვანი და გამოვა მე დანარჩენებიც. არავის არ ყავს 40,000 და 50,000 მხარდამჭერი რო ყავს დღეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას ენთუზიაზმზე ქვეყანაში, მაშინ გაუჭირდებოდა. ბლეფია ეს ყველაფერი, ტყუილია. Facebook-ს და სოციალურ ქსელს არ ცდება ეს პროტესტები. იქ ლაიქებს რო ითვლიან, ლაიქები და მხარდაჭერა და გვერდში დგომა ერთი და იგივეა. მახსენდება ვიღაცა წუკნა იყო გამოსული რუსული კანონების და ამის წინააღმდეგ გამოდეს 300,000 გამომწერი მყავს Instagram-ზე გადავაბრუნებთ ქვეყანაშო და მთელი ქვეყანა ჩვენ ვართ. ასია. ამიტომ ჩემო ძმაო, რომელიმე ახლა დამოუკიდებელი პოლიტიკოსი რო იყოს. დამოუკიდებელი პოლიტიკას რო აწარმოებდეს. ამაზე უკეთესი და უძლიერესი თემა რა არის, რასაც ქვია ამდენი მეშახტეების მოტყუება, მაღაროელების მოტყუება, ეროვნული სიმდიდრის გადაცემა, განიავება, გაკიაკება და აშიმშილებული იქ დაიდგამდა ბინას. იქ იქნებოდა თვითონ, იქ ეყოლებოდა ტელევიზია, იქ დაუძახებდა მის მხარდამჭერებს და აი ნახავდი თუ არ გამოვიდოდა ხალხი. აი ეგ როგორ აიცი? მოდი რა მე დავჯდები აგერ ოფისში, ფეხზე გადავიდებ, 1000 ერთხელ რაღაცას გავაშუქებ, ვიტლიკინებ.
მოვა ხალხი რა მისით და მივალ მე და ჩაუდგები სათავეში და ვეკავებ დროშას და მე ხელისუფლებას დაუწყებ ვაჭრობას თუ გინდა რომ დავშალო ეს ხალხი ამდენი გადამიხადე რას მასწავლე ჩემი ძმა ამ დამპალ სისტემას რაც საქართველოში ხდება ამაზე დამპალი სისტემა არსად არა არ დარჩა ქვეყანაში თავისუფლად მოლაპარაკე ადამიანები დარჩა ერთეულები და ისინიც გამიჯნული არიან უამრავი ადამიანი უამრავ კითხოთ რომ სამშობლო უყვარს და ბლოგერობენ და ასე შობიან და ისე რომელი ერთია იქ მისულ რომელი ერთი იყოს კლას აი და მე ჩვენ გვინდა რომ ისა ტერიტორიული მთლიანობები აღვადგინოთ და ნიკოპსიიდან და რუბანდამდე გაჭენებული და გამოჭენებული და ეს მოხდეს ეგა აი შემოკარგებო ასე ამ თემასთან დაკავშირებით მინდოდა საუბარი მაგრამ საქართველოს ხო ის ქვეყანა არის სადაც მარადიულად ხდება ესა რა ქვია მარადიულად ხდება ესა საქართველოში რაღაცა ყოველდღე ახალ-ახალი უბედურების გაგება არ გამოვა შემოძმაო ამ ინდოელებით და არაბებით გავსებული მის გამო ხალხი ქუჩაში როცა იყო 2017 წელს გამოსული მის მერე სულ ბნელებს და 1000 უბედურებებს და რას არ გვაბრალებდნენ და იმ არაბებიდან და იმ ინდოელებიდან ჯიბეები გაივსო ძალიან ბევრმა ზოგმა სახლი მიაქირავა ზოგმა იმაში ყვების ობიექტზე ფული იშოვა ასე შემდეგ და სულ არ უნდა იმ არაბის და იმის მოცილება ერთხელ ბათუმში ვიყავით რაღაცაზე ჩასული და ეს ამ პრობლემებთან რაც აჭარის და ბათუმის ისლამიზაციას ეხება და ამ თურქებისთვის გაჯიჯილებული როა ყველაფერი რომ აღმაშენებლის ძეგლი ვერ დადგმულა და ასე შემდეგ რა გვითხრა ხალხმა იცი მაგ თურქები სვამს და ჭამს და არსებობს ნახევარი ბათუმიო და ქუჩაში ვინ გამოვა მათ წინააღმდეგო ასე აი კუჭზე გამავალი ხალხის ესა რა ქვია ფენომენი და კუჭზე გამავალი ხალხის ფსიქოლოგია და კი ბატონო ამის წინებზე სხვათა შორის ერთი პოსტი შემხვდა დავდებ მე ჩემ გვერდზე სადაც იყო ესეთი ისტორია მოყოლილი რომ ინგლისელები რომლებიც იყვნენ დამპყრობლები ჭკვიანი დამპყრობლები შევიდნენ არაბეთის ერთ-ერთ ქვეყანაში ოკუპაციისთვის და შეხვდათ წყემსი რომელსაც ხვარი ყავს და ძაღლი ყავს და ინგლისელი გენერალი ეუბნება რომ აშენო ერთი ფუნტიო და ძაღლიო მოკალიო შენი ძაღლიო ახლა ძაღლი ამდენი სიკეთეს აძლევს ერთგული მეგობარია ფარას იცავს და რაღაც მაგრამ ერთი ფუნტი მეტია 10 იმდენ სხვარს იყიდის ხო და გამოართმევს და მოკლავს შენო მეორე ფუნტიო და ეს შენი ძაღლიო გაატყავეო გამოართმევს და სიამოვნებით გაატყავებს შენ მესამე ფუნტიო და ეს ძაღლიო დამიჭერიო ნაწილ-ნაწილო გამოართმევს და დაჭრის და უკვე ეს არაბი უკვე ექსტაზია შესული რა ამით მეოთხე ფუნტათო შევჭამოო იქეთ ეუბნება და არა მეოთხე ფუნტათო არ უნდა შეჭამო მე აქ იმისთვისო მოვედიო რომ გამეგო ამ ქვეყანაშიო რასულის კვეთების ხალხი ცხოვრობსო შენი ერთგული მეგობარი ერთ ფუნტად გაყიდეო მეორე ფუნტად გაატყავეო მესამე ფუნტად დაჭერიო მეოთხე ფუნტად მზათახარო შეჭამო ამიტომ შენი ქვეყნის დაპყრობა ძალიან მარტივი იქნება აი იმ წყემსი არაბივით არის გადაქცეული აი ძალიან ბევრი საქართველოში ძალიან ბევრი ერთ კაპიკზე ჟეშტზე გაკყიდიან რაღა არაბეთში წავედი გადახედეთ მიეცი $1 გამოვლიან და დაიწყებენ ტრადიციების სიბნელია ქართული მიეცი მეორე $, დაიწყებენ ისა რა ქვია სარწმუნოება ეს მართლმადიდებლობა ზედმეტია მიეცი მესამე $, გაუმარჯოს პიდარასტებს გაუმარჯოს LGBT-ებს მიეცი მეოთხე $, და ასე შემდეგ ასე ნაბიჯ ხდება საქართველოში ყველაფერი რა მინდა არაბეთში ასეთი ქვეყნის დაპყრობას რა უნდა მეფილი არ უნდა ამაში არის საქმე
თუ ვინმეს რაიმე კითხვები გაქვთ ამისვით და დაგემშვიდობებით ჩემი ფილოსოფიით აღარ მოგაძულებთ თავს, მაგრამ აი ეს არის რეალობა, რაც ხდება საქართველოში და საქართველოს გარეთ. ხვალ მივა ის ტრამპი ჩაიხუტება პუტინს რაღაცა კაი ბიზნეს გაფორმებას გააკეთებენ. როგორც ყირიმი შეიხვილიფა, როგორც დანარჩენი დონბასის ნაწილი შეიხვილიფა რუსეთმა, ისე შეიხვილიფებს. აფხაზეთსაც, სამაჩაბლოსაც და დანარჩენ საქართველოსაც ზედ მიუმატებს და მისი მხრიდან მართალიც იქნება, ხა რაში აინტერესებს იმას საქართველოს ბედი. ასეცაა გაკეთებული, უარესი გველოდება. ვიცი შემოთორნიკე სამწუხაროდ რომ მართალი ვარ. სამწუხაროდ რომ ვარ მართალი ვარ. და ახლა ამის ლაპარაკი რო ესაა, რა ქვია, წყლის ნაყვა, ესეც კარგად ვიცი. მაგრამ ხო არის რაღაც კატეგორია, რომელი კატეგორიაზე ერის 1, 2, 3, 4%. რომელიც შეიძლება შეიკრას და გადარჩეს. მასა ასე რო არის კი ვიცი. რა ვიცი, ბესო რა გითხრა ახლა უკრაინის ბედი დიდი ხანია გარკვეული არის, უკრაინის ბედი იქნება ცუდად და უარესად. რაც არის, ახლა რაც არის, ისიც ანატრებელი გაუხდებათ. უკრაინა როგორც სახელმწიფო ან მთლიანად შეწყვეტს არსებობას, იქნება გადანაწილებული, ან შეიძლება დარჩეს პატარა რაღაცა ამ უზარმაზარი ქვეყნიდან ნაწილი, რომელი ნაწილიც იქნება ყველასთვის მისაღები მართული მარიონეტული რეჟიმებით. აი, ასე იქნება. საერთოდ არ მაინტერესებს სიმართლე გითხრა, კისერი უტეხიათ უკრაინელებსაც და რუსებსაც. რატო გაქვს პრეტენზია და რატო გაქვს პროტესტი? შენ რა გიქნეს? მეტი რა უნდა მიქნან? მეტი რა უნდა მიქნან? ჩემ ქვეყანაში დამიჭირეს იმის გამო დიდგორობას რატო აღნიშნავ? სიტყვა რატო ამოიღია? ამაზეო მეორე საქმე ამაზე აღძრეს. მესამე საქმე რას ქვია? გაბედე და თქვი დავით გარეჯი საქართველოა. და ეს ხალხი არც მაშინ გამოჩენილა. ერთი ნიკოლოზ მჟავანაძე იყო და მეორე ის იყო ვაჟა ოთარაშვილი, ვინც ხმა მოიღო ამ ყველაფერს. დანარჩენი ყველაფერი კარგია. მათ შორის ჩემი ყოფილი თანამებრძოლები რო გეკითხა რომ ვენებს რო იწვიდნენ ქართველობას. ასე იყო ეს. ესაა საქართველო. დაუნდობელი და გაუტანელი საზოგადოება. რამეს თუ იღებს, ხმას თუ იღებ რაღაცის მიმართ და რაღაცას თუ ამბობ, ყველას გონია რომ ვიღაცა ფულს გაძლევს, იმიტომ რომ ფინანსდები, იმიტომ რომ შენ ინტერესებშია, იმიტომ რომ ასია, იმიტომ რომ ისია, არ წარმოუდგენია თავში. არ მოდის აზრად, რომ შეიძლება შენი ქვეყანა უბრალოდ გიყვარდეს, ერთადერთი ყავს, ბიჭო, ერთადერთი სამშობლო ყავს. ხო შეიძლება რა ცხოვრების მანძილზე გიყვარდეს ის რაც შენი სამშობლოა. აი ეს ფიქრად არ მოდით. აი გასაგებია. ჭამას, მით და იმით ძაღლიც, ღორიც, ცხოველიც არსებობს და გადის და კომფორტული ცხოვრება. რა ვიცი, მე არ მიზიდავდა და არ მიზიდავს ასეთი ცხოვრება და ვისაც იზიდავდა და იზიდავს ღმერთმა ხელი მოუმართოს გააგრძელოს ეგეთი ღორული ცხოვრება და ახლა თუ შეიძლება იმასქენით, რა ქვია, გაგებით მოეკიდეთ ამ ჩემ ლანძღვა გინებას. ესენი ყველა სააკიანის გაგრძელება კი არ არიან, ჩემო ძმაო, ესენი არიან სულ ყველა ერთი დიდი მოღალატეთა კავშირის, რომელიც ედვარდ ამბროსევიჩმა შევარდნაძემ ჩამოაყალიბა და დალოცა და აკურთხა პატრიარქმა, იმ პოლიტიკური პარტიის და იმ გაერთიანების წევრები. ახლა გამოვიდეს ვინმე და მითხრას რომ ეს ასე არა. მითხრას ვინმე რომ ეს არ უქნია შევარდნაძეს და ეს არ უქნია საპატრიარქოს და პატრიარქს. მოდით ახლა მითხარით რომ ეს ასე არა. ამის თქმა დანაშაულია. ყველაფერთან ერთად სამშობლო უნდა გაგიყიდო, გადაგიგვარო, გაგითახსირო, ყველაფერი უნდა გაგინულო და შენ ყველაფერთან ერთად უნდა იყო ჩმორი. ამ პირდაპირი გაგებით ჩმორი უნდა იყო, ან მოვა ვიღაცა მამაო და გეტყვის რომ ასაბო შილო ჩემო, ამას რას ამბობ, კუთხევა გინდა მაგისთვის. აი ასე დააკლიავეს. ან მოვა ვიღაცა ისა რა ქვია, ქუჩა
ძალიან კარგად აყავთ შესწავლილი საარჩევნოდ და ვიცი მე იმ ხალხს რომელი ხალხიც არჩევნებში მონაწილეობს პოლიტიკოსებს ვეძახი და არჩევნებს რო აკონტროლებს ახლა ის იმას შავს და იმას ვერ ვეძახი ახლა ჩემი დიდი პატივისცემა იმ ადამიანებს ვინც იდეოლოგიით ცხოვრობენ და იდეოლოგიით არიან რომელი იდეოლოგიაც არ უნდა იყოს ან მოვა ვიღაცა ისე ვითომ ძველი ბიჭი და გეტყვის შენ ძმაო ბიძინაზე ცუც როგორ ამბობს ძმაო ამდენი აჩერდება მე ის ხო რასია დატერორებული ქართველი საქართველოში გვიან შემოგვიერთი ხათუნა ეთყობა და დამთავრდება და YouTube-ზე ნახეთ ჩანაწერი ძალიან კაი ბიჭია უამრავი ადამიანის სისხლში აქვს ხელები ნაბანი და ტერორისტია არც ერთს რომელს უნდა ვენდო რომელ პარტიას ყველა ერთი ნაგავია ვცდილობთ აგერ შეიქმნას ქართველთა გაერთიანება და მერთმაქნას და შეგვაძლებიოს და მოძრაობა რომელსაც არ ექნება მიზანი ამ პარლამენტში შესვლა და ან თანამდებობის დაკავება მის წევრებს და შეიძლება რაღაცა გამოიღოს შედეგი და ვისაც პოლიტიკური პარტიით უნდა ქვეყნის გადარჩენა მე თქო 256 არის მთელ ევრაზიის კონტინენტზე არა ერთად აღებული და 257 შექმნილია კაცო იქნება კიდევ კი ბატონო საპატრიარქო არის ყველაფერში გარეული თავის ყანდური ანაფორიანი ყანდურებით კარგი დაგემშვიდობებით მაშინ როგორც ჩანს რა ვიცი რაღაც კითხვები არ არის და აველოდოთ მოვლენების განვითარებას მე პირადად კარგის მოლოდინი არაფერს არ ამბობ დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და კარგად ბრძანდებოდეთ